მოგესალმებით, ეს YouTube საინფორმაციოა, მე ზურა ვარ. მე კი ნია. მიმართვათ ტატო ბაციკაძეს და გიორგი კალატოს. უყურეთ ორშაბათობას და კარგი ბიჭები ხართ. მსგავს რამეს ველოდებოდით ყველა YouTuberisგან. ვინც ვერ მიხვდით რა ხდება, უყურეთ ჩვენს წინა საინფორმაციოს და შემდეგ წინა კვირის ორშაბათობას. ბენიმ ChatGPT-ის პრემიუმ პაკეტი გაახანგცლივა და ახალი ვიდეო დადო მითი F-სერიალობა მეკობრეებზე. რჩევა ბენის, როცა ასეთ ვერსიებს გეუბნება ხელოვნური ინტელექტი, ასე მიაწერე ხოლმე. More creative versions. Hungry Man-მა მორიგი კარგი ვიდეო დადო. ჩვენი ბებიები ურიცხავენ 10,000 ლარ სტრიმერებს. მართლაც დადებითი ეპიზოდი გამოვიდა. აი დამწყებო იუთუბერებო. ამ იუთუბერებს უნდა მიმბაძოთ საქმის კეთებაში და არა ვიღაცებს. თუ პოდკასტში სტუმრად თიკა ჯალაღონი აყავდათ. პოდკასტის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ საეჭვოს პროდიუსერმა აჩიმ არ იცოდა, რომ ლადო გუდიაშვილი გარდაცვლილია. ვინმე ცნობილი ლადო გუდიაშვილი, ბიჭო, უეჭველი. ლადო გუდიაშვილი? აუჩი. დაგვიწერონ. დაგვიწერონ, ბიჭო. ვინ მოუყვანო? აი თურმე ვისგან იღებს განათლებას საეჭვო. ჩემი რჩევა იქნება გილგამეში და ენქიდუ მოიწვიოთ. ახლა არიან ეგენი ჰაიპში. კაცებს სტუმრად გუგა კოტედიშვილი ყავდათ. შეგახსენებთ, რომ გუგა კოტედიშვილი ქუჩის დღეებში ჩეკის როლის შემსრულებელია. შემდეგ კი ზაზასალია მოიწვიეთ და აუცილებლად გეტყვით. რატო დაგივარდათ ბიჭო რეიტინგი? რატო დაგივარდათ ბიჭო რეიტინგი? სამარილეს სტუმრად გიორგი ბაქრაძე ყავდათ. სამარილე ხო იცით რომელია? ოქტოპუსის ანკლავი. სარკასტიკაში სტუმრად ვიკა ბუკია ყავდათ. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი კორესპონდენტი გური ჩაგვერთვება. ზურა, გური, გური, ნია, სურა, ნია, გური. მოგესალმებით, მე ახლა ვიმყოფები სარკასტიკას არხზე, რომელზეც ახალი ვიდეო დაიდო ვიკა ბუკიასთან ერთად. მოკლედ, ვისაც გინდათ რომ კრინჯის შემოტევა დაგემართოთ, უგემოვნო იუმორს უსმინოთ, უყუროთ თუ როგორ არ ყოფნით ადამიანებს ლექსიკონი წინადადებების სათქმელად, შვილს გინდათ დარიგება მისცე თუ როგორი არ გამოვიდნენ მომავალში, უგემოვნოთ ჩაცმული ადამიანების ყურება გსიამოვნებთ, უგემოვნოთ მის სტილის ყურება გსიამოვნებთ, მაშინ შეგიძლიათ ჩართოთ და უყუროთ სარკასტიკის მორიგოიმურ ეპიზოდს. გიგიონზე როუდმა ახალი ვიდეო დადო სახელწოდებით როგორ გავწელი 1 საათი ფეხშიშველი ლურსმნებზე. მე აღარ ვუყურე ვიდეოს. აშკარად გაძლო კაცმა და მე რეატვირთა ვიდეო. ალბათ საინტერესო იქნებოდა ვიდეო, ან არ იქნებოდა საინტერესო. მოკლედ, ვინც უყურეთ გიგის გაგვიზიარეთ კომენტარებში როგორ მოგეწონათ. ოზის სტუმრად ვახო ბოლოთაშვილი და ნუცა თოფურია ყავდა. ვახო, რომ იცოდე ნუცა მარიამ შენგელიას მეგობარია და მარიამ შენგელიას მეგობართან ერთად ერთ გადაცემაში ყოფნა სარისკოა ძმაო. შენი ბაბლი არ გაგიბრაზდეს. რა მსგავსებაა ადესანიასა და ოზის შორის? ორივე მამოწურა თავისთავი და თავის ახალ პროფესიაში წარმატებებს ვუსურვებთ. ოზი პროფესიის შეცვლისთვის იდეალური ვარიანტი მაქვს და უნდა გირჩიო. იურიდიულზე ჩააბარეთ ესეუში, მომავლის პროფესიაა. იუთუბერ ხიდეშას ბავშვი შეეძინა და ჩვენი გუნდის სახელით გვინდა მივულოცოთ და ვუსურვოთ ბევრი წარმატება და ბედნიერი დღე ცხოვრებაში. ჰუ ერთით ამ ახალი ვიდეო დადო. რა ვიდეოებს უყურებს ხალხი? ანუ ჯერ რომ მაგ TikTok-ებს ვუყურებ შემთხვევით სკროლვისას და ახლა კიდე აქ მანახებს. ჩვენი გუნდის სახელით მინდა მივმართო ჰუ ერთი ტას. გიწევთ ჩვენ სახზე. მოდი ლაივ რეჟიმში გააკეთე IQ-ს ტესტი და თუ კი 160 ან უფრო მეტი აჩვენე, ეს არხი გაუქმდება. ეს ტესტი იმიტომ გვინდა გაგიკეთოთ, რომ ჩვენ არ გვჯერა რომ 160 IQ გვაქვს. მოკლედ გელოდებით. ჩანელსიმ ახალი ვიდეო დადო. გოგოები, FC ბიჭები. იასნა გოგოები. იასნია ბიჭები. ჯეკი ჩანი! აი ეგრე. ოქტოპუსმა ახალი ვიდეო დადო, სადაც კნობიჩა და კალა კერძებს აგემოვნებდნენ. ამჯერად კნობიჩამ ყობები არ შეეჭამა. ლინაკომ ახალი ვიდეო დადო. მარტო სახლში ნაწილი 31. ვა, მე მარტო 4 ნაწილი ვიცოდი მარტო სახლში. თურმე ლინაკოსთან დევს შემდეგი ეპიზოდები. აუცილებლად ნახეთ. იარაღის განხილვის YouTube არხზე ახალი ვიდეო დაიდო, ხრატუნა მკერდი. საეჭვომ დადო შეჭამე, რასაც დარცი მოხდება. ოქტოპუსმა ვიძახებთ მაღალ შეფასებიან საჭმელებს. მოკლედ, ქართველი იუთუბერები ნაჭმები არიან. ნაჭამები უნდა მეთქვა, მაგრამ მე გამახსენდა საჭმელს რომ ვახსენე და ამიტომ ნაჭმები. სასოს ვიდეოს ვუყურე და მინდა მადლობა ვუთხრა მას, რომ ასე რეალურად გვანახა იქ მიმდინარე მოვლენები. გვანახა თუ რამდენად ცუდია ომი და რა შედეგები მოყვება მას. ჩვენ გვინდა მშვიდობა ვუსურვოთ აბსოლუტურად ყველა ქვეყანას. რაბანა სტუმრად კორსიზი ყავდა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ქორო სხვა გადაცემებში ხდება ხოლმე. ქორო მიდის სხვა YouTube არხზე, ეღადავება იმ YouTube არხის წამყვანს, რომელ არხზეც არის. ზოგს ხვდება წამყვანი, ზოგს ვერა. მერე ურეკავენ ქორო სხვა YouTube არხიდან და ესეც მიდის თავის ახალ მსხვერპლთან. დავით ბეგომ ახალი ვიდეო დადო სახელწოდებით ბასტო FC ვიკაევა. გადაცემაში დავითი კითხვებს უსვამს სტუმრებს და თუ ვერ უპასუხებენ, უნდა დალიონ. რატი ნახე შენ? რა ვიცი. სეტანტა სპორტმა თავის გვერდზე ქარდი დადო, რასაც საზოგადოების პროტესტი მოხდა. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი კორესპონდენტი და ჩემი ძმაკაცი გური ჩაგვერთვება. ზურა, გური, გური, ნია, სურა, ნია, გური,
მე ახლა ვიმყოფები სეტან და ქარდზე, რომელზეც გამოსახული არიან ადამიანები, ვინც საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წარმატებაში წვლილი შეიტანეს. სურათზე არის გამოსახული კახა კალაძე. სურათზე არის გამოსახული ვლადიმერ ვაისი და გურამ კაშია 4-ჯერ. გურამ კაშიას წინააღმდეგი არა ვარ. პირიქით, დიდი პატივისცემა მას, თუმცა კახა კალაძე როგორ უნდა გამორჩეს? არის ორი ვარიანტი, ერთი რომ დაავიწყდა და მეორე პოლიტიკურად არ მოსწონს. ჯერ ერთი თუ სპორტულ არხზე მუშაობდა საქართველოს ნაკრებიდან კახა კალაძე არ გახსოვს, ადამიანი, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მრავალი წელი იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ყველაზე მინიმუმ შენ ხარ განუნათლებელი. მეორე, სეტანტას ფულს კალაძის ხარდამჭერებიც უხდიან და მისი მოწინააღმდეგეებიც. რატო ხართ მიკერძუებულები? მოკლედ, ძალიან დაბალი დონის აქციელი იყო. იმედს ვიტოვებთ, ბოდიშს მოიხდით და ამ შეცდომას გამოასწორებთ. ჯიგარი ხარ გური, მოყვები ბოლომდე. მთელი გულით ველოდებით კაკოს მორიგ ვიდეოს, რომ ბოლო ვიდეო რუსეთის დროშიანი აღარ იყოს. კაკო, გელით. მინდია ახალი ვიდეო დადო, როგორი შედეგი დადო რკენამ. ზურა, ვინ არის მინდია? გინდა გაიგო ვინ არის მინდია. YouTube search-ში ჩაწერე მინდია. ჰე ახლა, თქვი რამე დიანაზე. მეგობრებო, როგორც იცით, დიანა ერთ-ერთ კულინარიულ გადაცემაში იღებს მონაწილეობას და მინდა წარმატებები უსურვო მას და იმ კარტოფელთან ერთად ის ოსტრიც დამუღავე, მაგრამ მე ვასება ხო იცი რა გიხოცები. დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ ჩვენს YouTube საინფორმაციოს ყოველ ორშაბათს საღამოს 8 საათზე. თუ რენდერმა არ გაჭედა. YouTube ინფორმაციას გაწვდიდათ სურა და ნია და გური კიდე.